10 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა და როცა დედა დამეღუპა, ჩემ ბავშვობა დამთავრდა. თავს ვგრძნობ მარტოსულად. ყველაზე მეტად დედიკოსგან მენატრება ჩახუტება. რაც დედა დაიღუპა, ხალის დამეკადა ყველაფრის, აღარც მეგობრებთან თამაში მინდა. დედიკო მახსენდება ხოლმე და ტირილი მინდა. ძალიან მენატრება დედას მოფერება. ყველაფერს დავთმობდი, რომ ერთი წუთით მაინც მომფრებოდა. ბავშვებს ვხედავ თავის თითასთან ერთად რო ეფერებიან დედები და მაღაზიაში მიყავთ, ძალიან გული მტკივა და ჩემი თავი მგონია, რომ სამყაროში მარტო ვარ. ობოლი ბავშვის ცხოვრება ძალიან მორთულია. თავს დაჩაგრულად ვგრძნობ დედის გარეშე. დედა რო დაიღუპა, მე დარჩი მხოლოდ ამ ოჯახში გოგო. და ვალაგებ ხოლმე სახლს და ჩემს მას გუგლი ვამეცადინებ. დედიკო მე რასაც მარიგებ და რო კეთილი ყოფილიყავი, იმას ვარიგებ ახლა ჩემს მას. ხორცოვის საჭმელი მიყვარს ძალიან და არ გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა რომ ვიყიდოთ. ტელევიზორის გაფუჭებული გვაქვს მაცივარიც, ხან მუშაობს, ხან არა, საწოლი გვაქვს რკინისა და დასასრულის კარადაც არ გვაქვს. უბედურება ისაა, რომ არც ეს სახლია მელკუაშვილების საკუთრება. ოჯახი აქ დროებით ცხოვრობს. ღვთისმიერო ადამიანებო, ყველამ რომ თუნდაც თითოლარი გავიმეტოთ დაუფლებული ანგელოზებისთვის, ბავშვები ადამიანურ პირობებში შეძლებენ ცხოვრებას. ვინ იცის, იქნებ სოფელში პატარა სახლის ყიდვად შევძლოთ საბრალო დაძმისთვის. გახსენით თქვენი გულისკარი ობოლი ბავშვებისთვის და უფალი თქვენთვის გახსნის სასუფევლის გარს, როდესაც ამ ქვეყანას სამუდამოდ დატოვებთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.